მოგესალმებით ჩემი ფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა დეკემბრის თვეში, რას მოგიტანთ დეკემბერი მიწის ნიშნებს. თხისქა, ყურო და ქალწოლი. მას ასე განვიხილოთ ზოგადი ენერგია, როგორ ენერგიებში იქნებით დეკემბრის თვეში, ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობები და რასაკვირველია ჯანმრთელობა. მას ასე როგორ იქნება ზოგადი ენერგია მიწის ნიშნებისთვის. აქ ძალიან ბევრი თქვენთაგანი სხვათა შორის დეკემბრის თვეში არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. არჩევანი შესაძლებელია უკავშირდებოდეს საიდმე გამგზავრებას აუცილებლად, იმიტომ რომ აქ ძალიან გრძელი გზა განიხილება, შესაძლებელია საზღვრების კვეთაც კი განიხილოთ. მიაქციეთ ყურადღება 2, 7 და 5 რიცხვებს, აქ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდებით, რაზეც გამუდმებით ფიქრობთ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც პირაც, ასევე ფინანსებსაც და კარიერასაც. კარგი, მოდი განიხილოთ მაშინ ესე, რო იქნება პირად ურთიერთობებში, სადაც არის რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები. იქ რა მოხდება? აქ ვერ უშვებთ პარტნიორს ვერც თქვენ და ვერც ის, თუმცა ძალიან დიდი წინააღმდეგობებია, ძალიან ბევრი ზეწოლა ამ ურთიერთობებზე, როგორც თქვენი პარტნიორის მხრიდან, ასევე შესაძლებელია თქვენი მხრიდანაც ხდებოდეს, თქვენზეც ხდებოდეს ეს ზეწოლები, მათ შორის სამწუხაროდ მინდა გავაკეთო ეს ანონსი, რომ აქ შეიძლება იყოს რაღაცა მაგიური ჩარევებიც და მოხდა ამიტომაც ეს გაურკვეველი სიტუაციები სამწუხაროდ და აღმოჩნდით ნგრევის ენერგიებში, იმიტომ რომ კოშკი საკმაოდ მძიმე და დაბალ ვიბრაციებს ატარებს. მოკლედ, რა მოხდება ამ შემთხვევაში? აქ ნახეთ, თქვენი ურთიერთობის ხელახლა დაბადება უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა მოხდეს იმ ძალების მოშორება, რაც ახდენს მისი მასზე ზემოქმედებას თქვენი პარტნიორის, იმიტომ რომ აქ რეალურად ცდილობენ მისი კისრის მოგრეხვას, მოთვინიერებას და ეს ერთგვარად შესაძლებელია მაგიიდანაც იყოს გამოწვეული, არ გამოურიცხავ ოჯახი ერეოდეს, თუ ის ქორწინებაში არ არის, მაშინ ეს დეიდა, მამა, ნათესავები და ასე შემდეგ. კარგი, ვისთანაც არ არის პარტნიორი ამ შემთხვევაში, აქ რა ხდება? ვისთანაც არ არის პარტნიორი, ძალიან მოულოდნელად შესაძლებელია გამოჩნდეს ინტერნეტ სივრცეში ადამიანი, რომელთანაც დაიწყებთ კომუნიკაციას, ცოტა შესაძლებელია ცივად შეხვდეთ ამ ადამიანის გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ეს ადამიანი გამოგიყვანთ რაღაცა ძალიან კრიზისული პერიოდებიდან, სამყარო გიგზავნით ამ ადამიანს და ეს იქნება თქვენთვის ძალიან მოულოდნელი, შესაძლებელია მიუღებელიც, მაგრამ იცოდეთ, რომ საკმაოდ საინტერესო ადამიანის გამოჩენის ალბათობა არის დეკემბერში, ჩემო ძვირფესებო. კარგი, სადაც ყველაფერი კარგად არის, იქ როგორ განვითარდება მოვლენები? იქ როგორ განვითარდება მოვლენები? აქ კონფლიქტი არის, რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, ეს კონფლიქტი შესაძლებელია ძალიან ისეთ უნიშნულო რაღაცებზეც კი დაიწყოთ, შემდეგ ყველაფერი შემოვიდოს სასწორზე, აქ მოხდეს აწონდა ტონის რესურსები, თქვენს ინტერესებს იცავთ და ეს ინტერესებიდან გამომდინარე, ნახეთ, საკუთარი ინტერესების დაცვის ეტაპზე გადადიხართ და აი ეს რაღაცა ძალიან ხის ენერგიას მოგიტანთ. შემოძვირფასებო არ გამოვრიცხავ, იქ სადაც ახლა ყველაფერი სტაბილურად არის, მოხდეს კონფლიქტი და პარტნიორის გატრიალებაც. 3 რიცხვი მაინც მოერიდეთ მაქსიმალურად კონფლიქტს ამ რიცხვში. 3 და 11 რიცხვი. აი დაიმახსოვრეთ ეს რიცხვები აუცილებლად რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი დადგება თქვენს ცხოვრებაში პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, შემოძვირფასებო. კი ბატონო, მოხდება მე ამ ენერგიების განულება, რასაკვირველია და ისევ იქნებით სასურველი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მისთვის, თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ აი ამ ტენდენციებს და ამ ენერგიებს. კარგით, ნახოთ ფინანსები როგორ იქნება მიწის ნიშნებისთვის დეკემბერში ფინანსები. მაყოფილება ყოველ შემთხვევაში აქ როგორ არის, იცი, აბსოლუტურად სტაბილურად მიდის თქვენი ფინანსური რესურსები. აქ ცვლილებებს ვერ ხედავ ისეთ მნიშვნელოვანს, ბევრ თქვენთაგანი სხვათა შორის შესაძლებელია დეკემბერში ბინა იყიდოთ. იმიტომ რომ აი რაღაცა ეს ოცნება, რომელიც გააქვთ საკმაოდ დიდი ხანია, აი დეკემბრის თვეში აიხდინოთ ეს უზარმაზარი ოცნება, თუ რასაკვირველია ეს თქვენს ჭერს 4 კედელს და ამ ბინის შეძენას უკავშირდება, აი შეიძლება იყოს ოფისი სხვათა შორის, სივრცე 4 კედელი, ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის ამ თვალსაზრისით. მოდი ვნახოთ ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ცოტა არ მომწონს. ისე აქ იქიმს მაინც თუ ხდება, ნახეთ, არის რაღაცა პრობლემატური სიტუაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აქ ყველა ვარიანტში გამოდიხარ, დღესასწაულის არკანია შემოძვირფასება, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად, იმიტომ რომ აი რაღაცა როგორ ხართ, იცი, გამძალა გამოცდილი თითქოს ფეხზე ვიღათ, აქ შესაძლებელია გადახილობის ძალიან დიდი ალბათობაც არის, დაისვენეთ რაც შეიძლება მეტი აკონტროლეთ ძილი, იმიტომ რომ ის ძალიან განგრევს ეს გიქმნით დისკომფორტს და აქედან მოდის ძალიან ბევრი თქვენი ავადმყოფური განცდების შემოძვირფასებო. კი ბატონო, კოშმარული სიზმრებით შეიძლება იყოს, ამიტომ მაქსიმალურად გააკონტროლეთ თქვენი ემოციური ფონი, გააკონტროლეთ თქვენი ძილი და დასვენების რეჟიმი, იმიტომ რომ ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება დეკემბერში თქვენთვის შემოძვირფასებო.
კარგი, რა საინტერესო ენერგია შეიძლება შემოვიდეს, რა შეიძლება მოხდეს საინტერესო დეკემბრის თვეში თქვენთვის? საბუთების ძალიან დიდი სიხარულია თუ იმის მოლოდინი აქვს საბუთებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დოკუმენტები ეს შეიძლება იყოს საბანკო ანგარიში ეს შესაძლებელი იყოს რაღაცა საქმის დაგვირგვინება ახალი კონტრაქტი შეიძლება ეს სამსახურის კონტრაქტიც იყოს და ეს მოგიტან ძალიან დიდი სიხარულის ენერგიებს შემოძრიფესებო ან თუნდაც გამგზავრებას ელოდებით და ვიზის პერსპექტივაც არის ნამდვილად ძალიან დიდი სიხარული მოდის მაინც ფრთხილად იყავით ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ორი მატყუარას არკანი ზედიზე დამოვიდა აქ ვიღაცა შეიძლება თქვენს მოტყუებას ვიცი რომ არ მოტყუდებით მაგრამ მაინც ბევრ თქვენთაგანთან რეალურად ვისთანაც არ არის პარტნიორი ძალიან საინტერესო ადამიანის გამოჩენის უზარმაზარი ალბათობა რომელიც მიგიყვანს სტაბილურობამდე და შესაძლებელია ქორწინებამდეც კი წარმატებებს გესურვებთ ჩემი ძრუფესებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე